ვარ რილე ხალხში 13 წლის. სწავლობ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა გალობა, სიმღერა და დიასახლისობა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს გალობა. თენა მოვინაცებოდი, დავდიოდი ტაძარში და ძალიან მინდოდა გალობა. როგორც მახსოვს, პირველ ტაძარში რომ მივედი, ვიყავი 10 წლის. 13 წლის ასაკში მოვინაცვლე და მას შემდეგ ვარ აქტიური მრევლი. როცა მოვინაცვლე, პირველივე კვირაში მივედი მამაოსთან და ვუთხარი, რომ მინდოდა გალობა. მამამ მაკურთხა და მას შემდეგ ვარ მგალობელი. ვართ 9 მგალობელი და ამ 9-ში მხოლოდ ერთია ბიჭი. მე სტაბილურად ვგალობ მეორე ხმას. ჩემი საყვარელი საგალობელია ქერუბიმთა. რომ მოვინაცვლე ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ შევიძინე ახალი და ძალიან კარგი მეგობრები. და რაც მთავარია, ძალიან დიდი სულიერი სამყარო. გამემართლა, რომ მამა სერგიც ძალიან კარგი მოძღვარია. რაც შეეხება სიმღერას, სწავლობ ხუთოვნის მუსიკალურ სკოლაში. ერთი წელია შევედი და ისე მომწონს, რომ ჯერ არ ვაპირებ გამოსვლას. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობ ფანურზე დაკვრასაც და სიმღერასაც. თავიდან გამიჭირდა მარჯვენა ხელის ჩამოკვრა, იმიტომ რომ თითები მტკიოდა. აკორდების სწავლა ადვილი იყო და მალევე მივეჩვია. ფანურის გარდა კიდე მინდა ვიცოდე დოლზე დაკვრა. მუსიკალურში ჩემი მასწავლებელია დიანა ვასაძე. ის არის ძალიან კეთილი, მეგობრული და ძალიან საინტერესო მასწავლებელია. თავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. უკვე 6 жыл ჰქონდა კონცერტი და ყველაზე მეტად მომეწონა ფესტივალი ნარინჯისფერი ქობულეთი. კარგად ვიმღერეთ, ყველას მოეწონა და პირველი ადგილი ავიღეთ. ჩემს შემდეგ კონცერტს ვისურვებდი თურქეთში. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი დირექტორი მყავს, კარგი კლასელები მყავს და მიყვარს აქაური გარემო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკოლოზ ბლადაძე. ყველა ჭკვიანია და ვერავის ვერ გამოვარჩევა. ყველაზე მშვიდია ანასტასია გოგიტიძე. ყველაზე ცელქია ორი ბავშვი ყავს ეგეთი ნიკოლოზ ბლადაძე და თომა გოლიაძე. მე ვარ ყველაზე მორიდებული, ნიჭიერი, ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი ნათია ბახტურიძე, იმიტომ რომ არის კეთილი, უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ქსემოვნებს მასთან ერთად ურთიერთობა და რაღაცის კეთება, სასიამოვნოა მასთან ერთად კონცერტისთვის მზადება და ასე შემდეგ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს პროფესია, მაგრამ შეიძლება გამოვიდე მასწავლებელი. ეს პროფესია შემაყვარა ნათია ბახტურიძე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პროკურორი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, დავამთავრო სკოლა და ვიყო სტუდენტი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ჩემი 2 და 1 ძმა. უბრალოდ ჩემი 1 და უკვე სტუდენტია და თბილისშია. ის არის 18 წლის და ქვია ნუცა. არის ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა და მთელ ოჯახს გვეიმედება მისი. მეორე და არის 15 წლის და ქვია კესო. ისიც ლამაზია, ცელქია, ნიჭიერია და ნერვების ბავშვილიც არის. ნერვების მიშლის როცა ჩემს ნივთებს დავუკითხავთ იღებს. ჩემი აზრით კესო რო გაიზრდება, გამოვა ადვოკატი. ძმა არის 5 წლის და ქვია დემეტრე. ის არის მოუსვენარი, ჭკვიანი, ცელქი და ძალიან საყვარელი. დემეტრე ალბათ გამოვა პილოტი. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, შრომის მოყვარე და სტუმართ მოყვარე. დედიკო არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, მეგობრული, სტუმართ მოყვარე, კარგი დიასახლისი. სხვათა შორის მეც ძალიან კარგი დიასახლისი ვარ. სახლსაც ვალაგებ საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. მაშინ დამოუკიდებლად გამოვაცხო კექსი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ნამცხრების გაკეთება. მე რომ ასეთი კარგი გოგო ვარ, არის ჩემი ოჯახის წევრების დამსახურება. და ღმერთს მაგად ვამხედა, რომ ამ ოჯახში ვცხოვრობ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი მამა ნიკოლოზს და ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. ამოგზაურე დიდი სიამოვნებით წავიდოდი იერუსალიმში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ნოდარ დუმბაძე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სამშობლოზე და სამშობლოს სიყვარულზე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ აი ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია შავი CLS-ი. დიდი ალბათობით ამ მანქანას ვიყიდი 30 წლის ასაკში. თუ მე ვერ ვიყიდე, მიყიდეს მამიკო. ბედნიერება არის ქრისტიანად ყოფნა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.